განცხადება იყო ძალიან კონკრეტული და ნათელი. განცხადებაში იყო საუბარი, რომელიც გააკეთა იურისტების ჯგუფმა იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა იმის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პანიკაში და შიზოფრენიაში ჩავარდნილმა მეორე დღესვე ჩამოართვა მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს. მაშინვე ყისიერად მოხდა განცხადების გაკეთება იურისტების ჯგუფიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და აუცილებლად მიაღწევენ მოქალაქეობის აღდგენას. ეკატერინე ხვედელიძესთან მიმართებაში მოუწია ხელისუფლებას უკან დახევა, ისევე როგორც კანონთან მიმართებაში მოუწია თავის დროზე ამერიკის ელჩის განცხადების შემდეგ უკან დახევა, ზუსტად ისევე როგორც გუშინ მოუწიათ მათ იმ ფულის უკან დაბრუნება, რომელიც გატაცებული ჰქონდათ ქართულ ბანკიდან და კიდევ ძალიან ბევრი იმ დანაშაულებრივი მოქმედების უკან აღება მოუწევს ხელისუფლებას, რომელიც მათ განახორციელებს, მაგრამ მანამ სანამ მე გავაკეთე ეს განცხადება პრაიმ ტაიმის კლუბში, ახლაც ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერიც და პარტიის თავმჯდომარის. ამის სრულ გარანტიას გაძლევთ დღეს, მაგრამ მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ეს პარტია უნდა შეიქმნას, აბსოლუტურად აუცილებელი და საჭირო მექანიზმია ეს, პარტიას სჭირდება ხელმძღვანელი. იურისტების ჯგუფის განცხადებაც სწორედ ამის შესახებ იყო, რომ ჩვენ ერთის მხრივ პოლიტიკური ძალები და მეორეს მხრივ თავად ბიძინა ივანიშვილი, რომ სრულიად გადაწყვეტილად აპირებს და არანაირი მეორე აზრი იქ არ არსებობს, რომ აი ამ მიზეზის გამო შეიძლება ეს აღარ იყოს, ან სხვა მიზეზის გამო აღარ იყოს, სწორედ ამიტომ მათ თქვეს, რომ ყველა ერთად ვერთობით ამ ბრძოლაში. ყველა ერთად, ოჯახის წევრები, პოლიტიკური მეგობრები, პოლიტიკური პარტნიორები, საზოგადოების წევრები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი, ის ადამიანები, ვისაც გვინდა ყველამ ერთად ვნახოთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ცხოვრება დასრულებული ამ ქვეყანაში და საქართველოს დემოკრატიის გზაზე დამდგარი. თუმცა განცხადება, რომელიც იურისტების ჯგუფმა გააკეთა, სწორედ ამაზე იყო, რომ მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ამ ბრძოლის უკომპრომისობის დასტურად ქალბატონი ეკა თავად პირადადაც საკუთარი რისკის ფასად მიიღებს ამ ბრძოლაში მონაწილეობას.